აღმატებულება გთხოვთ მიმართოთ დარბაზს. ბატონო პრეზიდენტო, აღმატებულება ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად სურს გულითადი მადლობა გამოვხატო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონი ილჰამ ალიევის მიმართ, ასევე კონფერენციის პრეზიდენტის მისი აღმატებულება ბატონი მუხტარ ბაბაევის მიმართ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ, მათი გულუხი მასპინძლობის და ბაქოში ამ კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან არის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩაჩო კონვენციის მონაწილეთა კონვენციის მასპინძელი. სურს წარმატებები ვუსვერო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში, თანამშრომლობითი სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ახალისებაში. ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, რათა დავძლიოთ მისი მრავალმხრივი შედეგები. სამწუხაროდ ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ იწევს სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დროება და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივ თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების პირისპირ. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ. იმ პერიოდში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობდა 2019-2020 წლებში 4-თაგან 2 მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა იყო. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩართოს გარანტიას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც ეს მიდგომა გააჩნია. ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სასათბური აირების ემის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის მოაზრებული. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია თუ გსურს შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია შეასრულოს თავისი ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით. ამ მიზნით საქართველოს მზადაა 2025 წლისთვის წარმოადგენს ახალი მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენაჩუნებას 1.5 გრადუს ფარგლებში და ნულოვანი ემისიის მქონე პირველი კონტინენტის ევროპის ხედვის ხელშეწყობას. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ წრეებთან და მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ანალოგიური ღონისძიებები ხსენებულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. ინიციატივის მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედებას შეამციროს და მისი შედეგები შეარბილოს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვროს, ჩაიცვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი კოლექტიური მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში ღირს გავიხსენოთ, რომ წინამორბედ კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე აწლების ბოლომდე დაახლოებით 6 ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების ცდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებას და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსება ეფექტური გამოყენება შეძლო. საქართველოს ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ
ამ მიმართულებით საქართველოს აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს განსაზღვრავს შერბილების და ადაპტაციის ხარჯებს, ხელს უწყობს პარტნიორებთან თანამშრომლობას და საფუძველს დაფინანსების კოორდინაციას, რათა გავაძლევოთ გამძლეობა, მივახციოთ ეროვნული სამოქმედო გეგმის სამიზნე ორიენტირებს. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკის ეფექტური განვითარება, ტრანსფორმაციული პროგრამები და ეკონომიკური ზრდის ინიციატივები განვითარებულ ქვეყნებში დიდწილად არის დამოკიდებული პარიზის შეთანხმების მიზნებთან გლობალური ფინანსური ნაკადების წარმატებულ თანხვედრაზე. არსებითი ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური დახმარება და ტექნიკურ სფეროში წოდის გადაცემის პროცესი მნიშვნელოვანია. დასკვნის სახით მინდა ხაზი გავსვა იმას, რომ საქართველოს პატივი კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობის მიიღება, რომელიც ჩვენს რეგიონში ტარდება მდგრადად მიუყვებით გზას, რომელიც ჩვენი კოლექტიური მიზნების მნიშვნელოვან შედეგად გარდაიქმნება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანი წარმატებით ართმევდეს ამ მიმართულებით თავს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს იყო ჩართვა კლიმატის ცვლილების 29 კონფერენციიდან პირდაპირ ეთერში უსმენთ